დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ორ წიგნზე უნდა გესაუბროთ. ერთ-ერთი არის ფრანკლინ ჰობსის სიმდიდრის და კეთილდღეობის საიდუმლო. ეს არის ამერიკული ბიზნეს ლიტერატურა. ერთ-ერთი ცნობილი, ეს წიგნი დაწერილია 1 საუკუნის წინ, მაგრამ დღესაც არ კარგავს აქტუალობას. კი მართალია, ტექნოლოგიები განვითარდა, სამყარო წინ წავიდა, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელია და ისევ ჭირდება ეს ფინანსური ჩვევების გამომუშავება, რათა იყოს ცხოვროს უფრო კარგად და უფრო კეთილდღეობით. ამ წიგნის თარგმნელი არის ირაკლი აფრიდონიძე, რომელიც გვერდით გვიზის ახლა და ირაკლი გაგვაცნობს ამ წიგნს. ხო, ირაკლი? მოგესალმებით. მე ვარ ირაკლი აფრიდონიძე, პროფესიით ფინანსისტი, ეკონომისტი. მაქვს საჯარო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ამჟამადაც მუშაობ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. ჩემი პროფესიის პარალელურად მაქვს ჰობი, შეიძლება ესე ვთქვათ, და მიყვარს უცხოური ლიტერატურის, განსაკუთრებით ბიზნეს ლიტერატურის თარგმნა ქართულ ენაზე. და ეს წიგნი სწორედ ამერიკელი მწერლის ფრანკლინ ჰობსის შეიძლება ითქვას ბიზნეს ბესტსელერი სიმდიდრისა და კეთილდღეობის საიდუმლო არის ჩემი ახალი თარგმანი, რომელიც ეს წიგნი თვითონ გამოიცა 1923 წელს, საუკუნეზე მეტი არის გასული ამ წიგნის პირველი გამოცემიდან. და აი ამ წიგნის პირველი გამოცემის ორიგინალი დღესაც ინახება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ესეთი ფასეული წიგნი არის ამერიკელი ერისთვის, ამერიკელი საზოგადოებისთვის ეს წიგნი. მას შემდეგ მრავალი ათასიანი ტირაჟებით ბევრჯერ დაიბეჭდა, სადღაც 20-ზე მეტ ენაზე არის დაბეჭდილი და წელს 2025 წელს არის პირველი მცდელობა აი ამ წიგნის ქართულად თარგმნის, რომელშიც ხარდაჭერა გამოხატა გამომცემლობა, ჩემი გამომცემლობა, რისთვისაც ვისარგებლებ ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ შესაძლებლობით მადლობას გადაგიხდით თანამშრომლებისათვის და ამ პირი საქმიანობისთვის. გაიხარეთ. ეხლა თვითონ წიგნს რაც შეეხება, ეს წიგნი არის ფინანსებზე, უფრო კონკრეტულად ჟანრი არის პირადი ფინანსები და პერსონალური ბიუჯეტირება. და აი ამ წიგნის მნიშვნელობაზე მე რომ ვთქვა, ვისაც ეს თემა აინტერესებს, მოვიყვან ერთ მაგალითს, ასევე ერთი ცნობილი პიროვნებიდან, რომელიც ბიზნეს წრეებში და არა მარტო ბიზნეს წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ეს არის ამერიკელი ინვესტორი და ყველა დროის შეიძლება ითქვას ყველაზე დიდი ფილანთროპი, ქველმოქმედი უორენ ბაფეტი, რომელიც ახლა 95 წლის გახდა და ის დღესაც აქტიურად ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას. და ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონი ბაფეტი ამბობს, რომ აი ეს წიგნი სიმდიდრის და კეთილდღეობის საიდუმლო არის ფინანსებით დაინტერესებული ყოველი ადამიანისთვის სამაგიდო წიგნი, ვისაც აინტერესებს ფინანსები, პერსონალური ბიუჯეტირება, ფულის მართვის საბაზისო კანონების და წესების შესწავლა, რაც აუცილებელი არის ნებისმიერი ადამიანისთვის. აი ამ წიგნის მთავარი გზავნილი რამდენიმე სიტყვით რომ ჩამოვაყალიბო და უფრო გასაგები გახდეს საზოგადოებისთვის, თუ რაზე არის კონკრეტულად ეს ნაწარმოები, იგივე ბატონი უორენ ბაფეტის ერთი ცნობილი ინტერვიუდან მოვიყვან ამონარიც და ბევრ დროსაც არ წაგაართმევთ და ეს ამონარიდი, ასე რომ ვთქვათ, ამ წიგნის დასასრულს დავუხდე მე თვითონ წიგნს და წაგიკითხავთ, ეხლა ბევრი დრო არ დაჭირდება. მსოფლიოს გამოჩენილ ინვესტორს და ყველა დროის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს უორენ ბაფეტს ტერიახ CBS News-ის გადაცემაში Money Watch ინტერვიუში კითხეს, თუ როგორ დაიწყო მან გამდიდრება, რა იყო მისი პირველი ნაბიჯები, რაზედაც
ბატონმა ბაფეტმა მარტივი პასუხი გასცა. გამდიდრება ფულის არ დახარჯვით დავიწყო. ფულს ბავშვობიდანვე ვაგროვებდი. 8 წლის ასაკიდან. 7-დან პატარა თანხებით და დიდი მონდომებით. აი ეს არის მთავარი გზავნილი აი ამ წიგნის, რომ ნებისმიერ ადამიანს თუ აქვს მონდომება, ნებისყოფა და დაიწყოს პატარა თანხებით თუნდაც ფულის შეგროვებას და შემდეგ გაუფრთხილდება ამ თანხას და შესაბამისად მოახდენს მის სწორად ინვესტირებას, ის შექმნის აუცილებლად თავისი უსაფრთხოების, ფინანსური უსაფრთხოების ბალიშს, რითაც მის უზრუნველ და მშვიდ და წარმატებულ ცხოვრებას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, მეც მინდა იგივე გისურვოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას. თუ ფინანსები გაინტერესებთ, თუ გაინტერესებთ, რომ წარმატებული, მშვიდი, უზრუნველი ცხოვრება გქონდეთ, უსაფრთხო მომავალი, მაშინ ასევე დაიწყეთ 7-დან პატარა თანხებით და დიდი მონდომებით. მე ყველა თქვენთაგანს გისურვებთ სიმდიდრეს და კეთილდღეობას. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მადლობა ირაკლი. მე მინდა რომ კიდევ ერთი ამონარიდი გავაჟღეროთ, აი ბოლოს ვარი გართული, ძალიან საინტერესოა. ალბათ ყოველი ადამიანი ვერ გახდება მილიონერი და კიდევ უფრო ცოტას აქვს მილიარდერობის შანსი, მაგრამ ნებისმიერ პიროვნებას ჭეშმარიტად შეუძლია იცხოვროს უკეთესად, ვიდრე ცხოვრობს, გახდეს იმაზე მდიდარი, ვიდრე არის ამჟამად. გამდიდრდეს არა მარტო ფულით, არამედ უნარებით, ხასიათით, ცხოვრების წესით, ცოდნით, ანუ გახდეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. შესაბამისად წარმატებული, სასარგებლო და ღირსეული მოქალაქე. ეს ძალიან საჭირო და გასააზრებელი სიტყვებია, რადგან თითოეული ადამიანის სიმდიდრე და კეთილდღეობა მოქმედებს საზოგადოების ერთიან სიმდიდრეზე და კეთილდღეობაზე, საზოგადოების ერთიან ცხოვრებაზე, რადგან ამ მდიდარი ადამიანებით, კეთილდღეობით იქნება საზოგადოება ერთიანი ქვეყნისა და საზოგადოების დოვლათი. ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი წარმატებულები, რომ შევქმნათ ასეთი საზოგადოება, წარმატებული, განვითარებული და კეთილდღეობით სავსე. მადლობა ირაკლის. წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ ჩემი გამომცემლობის სტენდთან, შიგნით პავილიონში.